ოდესმე შეგიმჩნევიათ, როგორ იმსახურებენ ზოგიერთი ადამიანი პატივისცემას ისე. თითქოს ეს ძალისხმევის გარეშე ხდება. მათ არასდროს წყვეტენ, მათ დროს არ ფლანგავენ და ხალხი ნამდვილად უსმენს. რა არის მათი საიდუმლო? საქმე იმაში არ არის, რომ ისინი თქვენზე ჭკვიანები, მდიდრები ან იღბლიანები არიან. ეს არის მარტივი ფსიქოლოგიური პრინციპი, რომელიც ჩვენს უმეტესობას არასდროს უსწავლია და როგორც კი ამას გაიგებთ, ყველაფერი სწრაფად იცვლება. თქვენ უშვებთ ვინმეს რიგში ჩადგომას და არაფერს ამბობთ. მეგობარი მესამედ ცდება და თქვენი იღიმებით. ვიღაც იღებს თქვენი იდეის დამსახურებას და თქვენ მხრებს იჩეჩავთ. თქვენ ასწავლით ხალხს, რომ თქვენ არასავალდებულო ადამიანად მოგექცნენ. ისინი, ვისაც არასდროს ფეხქვეშ არ ადგამენ. ისინი არ არიან იღბლიანები, ისინი იხენებენ ციუ, მაგრამ ეფექტურ სიმართლეს ადამიანის ქცევის შესახებ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თარიღდება. მოძონების სურვილი შეიძლება გაგხადოთ სუსტი. რაც უფრო მეტად ეძებთ მოძონებას, მით უფრო ნაკლებ პატივისცემას მიიღებთ. ეს არ არის რბილი მოტივაციური ფუმფულა, ეს არის რთული ფსიქოლოგია. ამ ვიდეოს ბოლოს თქვენ გაიგებთ, თუ რატომ ავსებენ ზოგიერთი ადამიანი ოთახებს თავისით, ზოგი კი შპალერში ხრება, რატომ ისმის ზოგიერთი ხმა და ზოგი იგნორირებულია და როგორ გავხდეთ ისეთი ადამიანი, რომელსაც უბრალოდ არ ებქრობიან უპატივცემულად. დაძერეთ ეს კომენტარებში ახლავე, პატივისცემა მოძონებაზე მეტად. დაფიქრდით ყველაზე, ვინც კი ოდესმე გადაგიარათ, მათ ერთი რამ აღიარეს, თქვენ მათი მოძონება უფრო გჭირდებოდათ, ვიდრე მათ თქვენი. სასოძარკვეთას ძლიერი სუნი აქვს. ადამიანები გრძნობენ ამას და აიხენებენ მას. როდესაც მოძონების მიღება თქვენი პრიორიტეტი ხდება, თქვენ პროგნოზირებადი ხდებით. გაიღიმებთ შეურაცხყოფაზე, დაეთანხმებით, როდესაც ისინი ცდებიან და გამოჩნდებით მაშინაც კი, როდესაც თქვენს დროს არ აფასებენ. პროგნოზირებადობა გაქცევთ ერთჯერადად. ადამიანები, რომლებსაც რეალურად პატივსცემთ, არ ითხოვენ თქვენს მოძონებას, ისინი კარგად არიან მის გარეშე. ადამიანის ბუნება მიდრეგილია და აფასოს ის, რაც მცირეა და უგულებელქოს ის, რაც მარტივია. მაგიაველი მესაუკუნეების წინ შენიშნა. ჯობია გეშინოდეთ, ვიდრე გიხვარდეთ, თუ ორივე ერთად ვერ იქნებით. ის არ გულისხმობდა ტერორს, ის გულისხმობდა შედეგებს. როდესაც ადამიანები იციან, რომ თქვენი შეურაცხყოფა უჯდებათ, ისინი განსხვავებულად იქცევიან. დაფიქრდით მკაცრ მასწავლებელზე, მომთხოვნ უფროსზე, მეგობარზე, რომელიც სიმართლეს გეუბნებათ, მაშინაც კი, როცა ეს მწარეა. ყველას ერთი რამ აქვს საერთო. მკაფიო საზღვრები, რომლებიც იძულებით არის დაწესებული. სხვების სიამოვნების მსურველებს კი პირიქით, არ აქცევენ ყურადღებას, უგულებელყოფენ და ივიწყებენ, რადგან ისინი უპატივცემულობისგან დაცულები არიან. კეთილგანწყობა და ღიმილი მალავს მორჩილებას, რომელიც ექსპლუატაციას იძლევს და არა აღტაცებას. პატივისცემა არ არის მოცემული, ის ნაბრძანებია და თქვენ არ შეგიძლიათ მისი ბრძანება, სანამ მუხლებზედ გახართ და მოძონებას ითხოვთ. უარი თქვით ამაზე, მე ძალაუფლებას ვირჩევ. პატივისცემა შედეგებზეა აგებული. როდესაც უპატივცემულობას ნულოვანი წინააღმდეგობა აქვს, ის თავისუფალი ხდება. აღტაცება და პატივისცემა ერთი და იგივე არ არის. აღტაცება შეიძლება მოდიოდეს წარმატებით ან ნიჭით, მაგრამ პატივისცემა მოდის იმ რწმენიდან, რომ თქვენ არ მოიცმენთ ცუდად მოპყრობას. მიეცით ვინმეს უფლება, რომ უპატივცემულოდ მოექცნენ და არაფერი გააკეთოთ და თქვენ ასწავლეთ მათ, რომ ეს უფასოა. მიეცით პროპორციული შედეგი და ისინი სწრაფად ისწავლიან, რომ არსებობს ფასი, რომელიც უნდა გადაიხადონ. სწორედ ამიტომ ყველაზე კეთილი ადამიანები ხშირად ყველაზე უარეს მოპყრობას განიცდიან. მათ თავიანთ წრეს ასწავლეს, რომ ცუდ საქციელს ფასი არ აქვს. შეცვალეთ სცენარი, დააფასეთ თქვენი დრო, ყურადღება და ყოფნა და ადამიანები დაიწყებენ თქვენს მოპყრობას, როგორც მნიშვნელოვან ადამიანს. მაგიაველი ასევე ამბობდა, რომ ადამიანები მზად არიან მოტყუდნენ ამჟამინდელი მოთხოვნილებებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები იქცევიან ისე, როგორც თქვენ ნებას ვრთავთ. მოითხოვეთ პატივისცემა და თქვენ მიიღებთ მას. ითხოვეთ მოძონება და თქვენ კონტროლს სხვებს გადასცემთ. ჭეშმარიტად პატივცემული ადამიანები არ იცავენ თავიანთ საქმეს და არ კომპრომისზე მიდიან ძირითადი სტანდარტებით, რათა სხვები კომფორტულად იგრძნონ თავი. ისინი უარს ამბობენ უპატივცემულობაზე და ეს უარი ძალაუფლებად იქცევა. ყოველი ურთიერთქმედება არის მოლაპარაკება კონტროლისთვის, ვინ მართავს საუბარს, ურთიერთობას შედეგს. თუ თქვენ არ აკონტროლებთ მას, სხვა გააკონტროლებს. მოძონების მაძიებლები ამ კონტროლს დახვეწილად გადასცემენ. ცვლიან ქცევას, რომ მოსწონდეთ,
ენას ქმნიან კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ამბობენ დიას, როცა უარს გულისხმობენ. ისინი, ვისაც არ სჭირდება მოძონება, ინარჩუნებენ კონტროლს, ისინი გულწრფელად საუბრობენ, იღებენ გადაწყვეტილებებს თავიანთი ღირებულებების საფუძველზე და ადგენენ პირობებს, იმის ნაცვლად, რომ მიიღონ ისინი. მოძონებისადმი დამოკიდებულება საშიშია, რადგან ის ხვებს აძლევს დისტანციას თქვენს გრძნობებზე. როდესაც გჭირდებათ ვინმე, ვინც მოგეძონებათ, თქვენ გადაიქცევით იმისთვის, რომ შეესაბამებოდეთ იმას, რაც მათ კეთილგანწყობას მოიპოვებს. ეს ურთიერთობა არ არის, ეს манипуლირება. როდესაც მოძონების მისაღებად წყვეთ მოქმედებას და საჭიროების შემთხვევაში ეთანხმები იმას, რომ არ მოსწონხარ, არაპროგნოზირებადი და ხელშეუხებელი ხდები. ადამიანებს არ შეუძლიათ იმ ადამიანის манипуლირება, რომელიც არ რეაგირებს ქებაზე ან დანაშაულის გრძნობაზე. შენი გადაწყვეტილებები უფრო მკვეთდება, შენ ეკითხები, რა არის შენთვის საუკეთესო და არა ის, რაც ხვებს კომფორტს შეუქმნის და შენი ურთიერთობები манипуლატორებს გამორიცხავს, რაც რეალურ კავშირებს ურთიერთპატივისცემაზე აგებულს ხდის. მოძონება, დამოკიდებულება, კომპლიმენტები, მოძონებები და ქება გამოყოფს დოფამინს და ქმნის ლტოლვას. ადამიანები ამას სწრაფად ხვდებიან და მცირე დოზებით იხენებენ დადასტურებას, რათა მიიღონ ის, რაც სურთ. გვიან ღამეები, კეთილგანწყობა, პატიება. თქვენი მართვა ადვილი ხდება, რადგან კიდევ ერთ დარტყმას მისდევთ. ვისაც არ სჭირდება მოძონება, ვერ იხიდით ან ვერ ძარმართავთ პირფერობით. დადასტურების მიცემა იაფია და მასზე დაყრდნობა ძვირი ჯდება. მაგიაველი გვაფრთხილებდა, რომ არ მივანიჯოთ უპირატესობა იმას, რაც კეთდება გარეგნობისთვის და არა იმას, რაც უნდა გაკეთდეს. იმის დევნა, რაც ხვებს სურთ, რომ იხოთ თქვენს გავლენას ანადგურებს. მოძონებაზე დამოკიდებული ადამიანები ყველა ოთახში იცლიან იღბებს. ადამიანები, რომლებსაც არ სჭირდებათ მოძონება, თამიმდევრულები და ავთენტურები არიან და, ირონიულად, ისინი საბოლოოდ უფრო გულწრფელად საყვარლები ხდებიან. დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა რთულია, თქვენი twini ეძინააღმდეგება, ეშინია იზოლაციის და გსჯით დანაშაულის გრძნობით, მაგრამ დისციპლინა და სურვილი, რომ არ მოგცონდეთ, არის ის თუ როგორ აღადგენთ თქვენ შინაგან შეფასებას. უარი თქვით ამაზე, ჩემი დადასტურება შიგნიდან მოდის. ახლა კი პრაქტიკული წესები, რომლებიც რეალურად მუშაობს. ნაკლები ილაპარაკეთ, მეტი იმოქმედეთ. ადამიანები, რომლებიც ზედმეტად განმართავენ და ამართლებენ, სუსტად გამოიხურებიან. პატივცემული ადამიანები ილაპარაკებენ, როცა ეს მნიშვნელოვანია და მიეცით ქმედებებს წონა. ნუ წაუკითხავთ ლექციებს თქვენს მიმართ უპატივცემულო ადამიანებს, მოიშორეთ თავი. ნუ იჩხუბებთ საზღვრებზე, აღასრულეთ ისინი. იყავით სტრატეგიული, როგორც მელა და გაბედული, როგორც ლომი. იცოდეთ ხაფანგები და გამოავლინეთ ძალას საჭიროების შემთხვევაში. არასოდეს მისცეთ მოძონებას, ნუ გაიმეორებთ განმეორებით შეტყობინებებს, ნუ აუხსნით ზედმეტად და ნუ მოიგებთ ცივი ადამიანების გულს. სხვების მოსაზრებებისადმი გულგრილობა მაგნიტურია, რადგან ის მიანიშნებს, რომ მათზე არ ხართ დამოკიდებული. შეინარჩუნეთ სიმშვიდე თავდასხმის დროს, ემოციური რეაქციები კონტროლს აგრესორს გადასცემს, ცივი სიმშვიდე ართმევს მათ ძალაუფლებას და მიანიშნებს, რომ ურკევი ხართ. იყავით არაპროგნოზირებადი, პროგნოზირებადი ადამიანები манипуლირებადია. ზოგჯერ იყავით გულუხვი, ზოგჯერ დისტანცირებული. ზოგჯერ დაეხმარეთ, ზოგჯერ დაიცავით თავი. ეს რყევა სხვებს წონასწორობიდან გამოხავს და აიზულებს მათ, სერიოზულად მოეკიდონ თქვენს არჩევანს. აღასრულეთ საზღვრები სწრაფად და ჩუმად, სწრაფი, პროპორციული შედეგები უკეთესად ასწავლის, ვიდრე დაგვიანებული სასჯელები და ახსნაგანმარტებები. დუმილი ხშირად უფრო ხმამაღლა საუბრობს, ვიდრე გამოსვლები. ნუ მისცემთ განმეორებით გაფრთხილებებს, იმოქმედეთ. სიმცირე ამრავლებს ღირებულებას. მუდმივი ხელმისაწვდომობა ფონურ ხმაურს გიქმნით. როდესაც თქვენი დრო და ყურადღება შეზღუდულია, ისინი ძვირფასები ხდებიან, როდესაც ისინი შეუზღუდავია, მათ თავისთავად მიღებულად აღიქვამენ. სოციალურად გავლენიანი პირები შერჩევით ჩნდებიან, თავიანთი პირობებით მიდიან და ბოდიშის მოხდის გარეშე უარს ამბობენ. ეს არ არის სისასტიკე, ეს არის შეზღუდული რესურსის სტრატეგიული განაწილება. რაც უფრო ნაკლებად ხედავენ ადამიანები თქვენს შესახებ, მით უფრო მეტად აინტერესებთ თქვენი. ცნობისმოყვარეობა მაგნიტურია. უპასუხეთ შეტყობინებებს, როცა ეს თქვენთვის მოსახერხებელია, შერჩევით მიიღეთ მოძღვევები და დაეხმარეთ მათ, ვინც ამას იმსახურებს. შედეგი, უკეთესი მოპყრობა და ურთიერთობები, რომლებიც რეალურად აფასებენ თქვენს ყოფნას.
მოემზადეთ ამ პროცესში ზოგიერთი ადამიანის დაგარგვისთვის კარგი განთავისუფლება. ისინი არ იყვნენ ნამდვილი მოკავშირეები. დისტანცია ასევე იძლევა პერსპექტივას და ამცირებს ემოციურ ხმაურს, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ უფრო მკაფიო გადაწყვეტილებები. ამ პრინციპების განხორციელება ყველაფერს ვის. ურთიერთობები ღრმავდება სწორ ადამიანებთან, თავდაჯერებულობა ხდება შინაგანი და არა ნასესხები, შესაძლებლობები მოდის თქვენთან, რადგან ცნობილი ხართ იმით, რომ სიმართლე არ მოგწონთ და სტრესი ქრება, რადგან წყვეთ ყველას გრძნობების მართვას. რაც მთავარია, თქვენ ფსიქოლოგიურად თავისუფლდებით, გათავისუფლდებით დაუსრულებელი მოძონების ძიებისგან და თავისუფალი ხართ იყოთ საკუთარი თავი ბოდიშის მოხდის გარეშე. მაგიაველი მარტივად ამბობს, კაცები არა ტიტულები, არამედ საპატიო ტიტულები. შენი ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ხედავ საკუთარ თავს და როგორ გამოიყურები. ცვლილება არ არის მკისიერი და დისკომფორტი მოხვება. ეჭვიგებარება ხალხი რეაგირებს და ცდუნებას გაგიჩენს, უკან დაიხიო. არ დანებდე. დისკომფორტის მეორე მხარეს არის შენი ვერსია, რომელიც პატივისცემას იმსახურებს მისი მოთხოვნის გარეშე, იზიდავს ნამდვილ ურთიერთობებს მათზე დევნის გარეშე და ფლობს ძალაუფლებას მისი ბოროტად გამოყენების გარეშე. სამყარო სავსეა ადამიანებით, რომლებიც ევედრებიან მოძონებას, მას სთღურია ისინი, ვინც პატივისცემას იმსახურებს. რომელი იქნები შენ? თუ აქამდე მოაღწიე, უკვე განსხვავებული ხარ, მზად ხარ, შეხვდე არასასიამოვნო სიმართლეს, იმის ნაცვლად, რომ კომფორტულად და უძლურად დარჩე. დაიწყე ახლა, ნაკლები ილაპარაკე, მეტი იმოქმედე, არასდროს ეძებო მოძონება, შეინარჩუნე სიმშვიდე, იხავი არაპროგნოზირებადი, დაიცავი საზღვრები და სტრატეგიულად გამოიყენე დეფიციტი. აბა, დღეისთვის სულ ეს იყო. ამ ვიდეოს დასასრულს მივაღწიეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. თავისუფლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარების განყოფილებაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა კომენტარი დაწეროთ, უბრალოდ აკრიფეთ ას. გარდა ამისა, თუ ახალი ხართ და ჯერ არ გამოგიძერიათ არხი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოძერა და ზარის ხატულაზე დაჯერა, რათა არ გამოტოლოთ ყოველდღიური სასარგებლო ინფორმაციული ვიდეოები. გმადლობთ ყურებისთვის.